თუ გერმანიაში მოხვდებით, ეს ქალაქი აუცილებლად უნდა ნახოთ. მოგესალმებით ქალაქ კონსტანციდან. ჯერჯერობით ეს ადგილი ჩემს პირაციაში პირველ ადგილს იკავებს იმ ქალაქებს შორის, რაც გერმანიაში მინახავს. აქ მოხვედრა ძალიან მარტივია. მაგალითად, ულმიდან კონსტანცამდე სულ რაღაც 2 გადაცდომა დაგჭირდებათ. ჯერ მატარებლით დაახლოებით 1 საათი მგზავრობთ სადგურ ფრიდრიხსჰაფენშტადტამდე და იქვე გადადიხართ ფრიდრიხსჰაფენ-ჰაფენის სადგურზე. აქ უკვე კატამარანით გაემგზავრებით პირდაპირ კონსტანცისკენ. ბილეთების ყიდვა ადგილზევე შეგიძლიათ, დაახლოებით 15 ევრო ღირს და 40 წუთში დანიშნულების ადგილზე ხართ. სხვათა შორის სპორტში ლოდინის დროსაც ჩვენურად გაატარებთ დროს, შეგიძლიათ მაღალ ლანძაზე ახვიდეთ და ტბის საოცარი ხედებით დატკბეთ. სადაც სხვა ულამაზეს ქალაქებსაც შეხვდებით და რა თქმა უნდა აქაური დღიური ბილეთით, რომელიც 26 ევრო ღირს შეგიძლიათ ამ ქალაქებსაც დღის მანძილზე ესტუმროთ. უკვე მოსჩანს ქალაქის შესასვლელი და აქვე ნავსადგურშივე დაგვხვდებათ კონსტანცის მთავარი სიმბოლო კურტიზანი ქალის 9-მეტრიანი ქანდაკება, რომელიც საკმაოდ სკანდალურია, რადგან მას ერთ ხელში რომის პაპი, ხოლო მეორე ხელში რომის იმპერატორი უჭირავს და ეს ქანდაკება დაკავშირებულია მე-15 საუკუნის საეკლესიო კრებების ბნელ მხარეებთან. აქედან გამომდინარე, ეკლესია ეწინააღმდეგებოდა ამ ქანდაკების დადგმას, მაგრამ ის დღეს კონსტანცის მთავარი სიმბოლოა. დილის 6 საათია და მივდივარ ფოტოებს გადასაღებად. მიდიამ სისამოსლო ლამაზი იქნება და თვითონ არ გავიღვიძე ასე ადრე. ან დავტესტოთ DJI-ის ამის გადაღების ფუნქცია. კამერაში არის ძალიან კარგი. და ეს რომ გავამეტოვებინა და არ მენახა ალბათ სულ ვინანებდი რომ სისამოსლო ამ ლამაზ ადგილზე არ ნახე. ხოთ როგორი ფოტოები გამოქვია. გარდა იმ ლამაზი სანაპიროებისა, რაც ნახეთ, კონსტანცი გამოირჩევა იმითაც, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს თითქმის აქ არაფერი განადგურებულა. აქედან გამომდინარე, შემორჩენილია ძველი იმდროინდელი შენობები. ვისაც ძველი არქიტექტურა გაინტერესებთ, გიყვართ, მოგწონთ, მათაც მოგეწონებათ ეს ქალაქი. ჩამოვედი მხოლოდ 3 დღით და ახლა მივხვდი, რომ 3 დღე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კონსტანცი სრულად აღმოაჩინო. ცოტა უფრო მეტი დრო სჭირდება. და უფრო მეტი დრო სჭირდება იმისთვის, რომ ყველაფერი გადაიღო. როგორც ვიცი, შესაძლებელია აქ ზემოთ, სულ ზემოთ ასვლა და აქედან გადმოხედვა, მაგრამ არ ვიცი მშენებლობის გამო როგორ და რანაირად მოხერხდება ეგ ამბავი. ულამაზესია აქ ევროპა.
სულ ეს იყო კონსტანცის ტური. ახლა წავედით კუნძულ მაინაუზე. რაც შეეხება აქაური ბილეთების ფასებს, შეგიძლიათ დღის ბილეთი იყიდოთ, რომელიც დაახლოებით 25 евро ღირს. ბილეთი შეგიძლიათ შემოიაროთ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ქალაქები, როგორც არის ლინდაუ, როგორც არის მერსბურგი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება თვითონ კუნძულ მაინაუს, ეს ბილეთი მიგიყვართ კუნძულ მაინაუმდე, მაგრამ იქ ამ კუნძულზე შესვლა არის ფასიანი. ხო, ცოტა იყოს უცნაურია, მაგრამ ფასიანია. ჩემთვის როგორც სტუდენტისთვის ღირს 17 евро და სტანდარტული ბილეთი ღირს 26 евро თუ სწორად მახსოვს. მაინაუ იგივე ყვავილების კუნძული, სადაც ძალიან ბევრი სახეობის ყვავილია და ყველაფერს დაგათვალიერებინებთ აუცილებლად. ასევე აქ შეხვდებით პეპლების სახლს, ფოტოებში და ვიდეოებში ძალიან ლამაზი ჩანს. ნახოთ როგორი იქნება. თუ გზად დაგცხებათ, აი ესე გაგაგრილებთ პარკი. ესეთი გასაგრილებელ ადგილებს ყველგან შეხვდებით. მაგრამ საკმაოდ ბევრი ხალხია და იმედია შევძლებ რომ შევიდე. ხედავთ თქვენ თვითონაც. მოკლედ პეპლების სახლი იყო ძალიან ლამაზი, მაგრამ იყო ძალიან პატარა, ბევრი ხალხი და აქედან გამომდინარე ძალიან ცხელოდა ერთი სული მქონდა, როდის გამოვიდოდი იქედან. ძალიან ლამაზია კუნძული მაინაუ. აქვს ორი მოსასვლელი, მესაიდანაც მოვედი, ამ მხარეს არ არის ყვავილების ფიგურები და მეორე მხარეს არის ლამაზი ყვავილების ფიგურები, საიდანაც ავტობუსით მოდიხართ. სიმართლე გითხრათ, შემეზარა მეორე მხარეს გადასვლა, იმიტომ რომ ძალიან ცხელა, უკვე დავიღალე და დაახლოებით 10-15 წუთში ჩემი შემდეგი კატამარანიც მოვა. კატამარანს რა ქვია ქართულად არ ვიცი. გემი, ნავი, რაღაც მსგავსი. ესეც მერსბურგი, რომელიც ძალიან ლამაზია, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვასწარი დათვალიერება, რადგან დროც არ მქონდა და როგორც გითხარით, ძალიან ცხელოდა. მოკლედ, აქეთ თუ დააპირებთ წამოსვლას, აუცილებლად წინასწარ ძალიან კარგად დაგეგმეთ, რადგან თითო ქალაქს 2-3 საათი მაინც სჭირდება დრო იმისთვის, რომ ყველაფერი ნახოთ და ყველაფერი გადაიღოთ. მოკლედ, სულ ეს იყო ჩემი 3დღიანი სამხრეთული ვოიაჟი გერმანიაში და ასეთი ლამაზი კადრებით დაამშვიდობე კონსტანცს.